გამარჯობა, თქვენი ყურებთ დღის ამბებს 4 საათზე, რომელსაც ტელეპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგენთ. დადგინდეს ფარული ჩანაწერების ავთენტურობა, მოთხოვნას ქართული ოცნების წევრები პარლამენტში აკაკი ზოიძე და რომან კაკული აყენებენ. კაკულიამ დღის ამბებში 2 საათზე თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებლობა, ხელისუფლებას ეკისრება და პირველ რიგში მართველი გუნდი უნდა იყოს დაინტერესებული ომეგას და იბერიას საქმის გამოძიებით. კაკული ამბობს, რომ თუ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის სახელისუფლებო გუნდიდან წავა. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური და ასევე მამუკა ბახტაძემაც გააკეთა განცხადება ომეგას და იბერიას საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიალოგი არის უმრავლესობის წევრებთან, იმიტომ რომ ჩვენ ზიანდებით ძალიან ამ პროცესისგან. ეს პროცესები ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმდინარეობდა, დათვეს დადასტურდება და ახლა აქ ხაზი უნდა გაუსვათ ამას, რომ აუთენტურობა დასადგენია. ის რასაც ჩვენ ტელევიზიით ვისმენთ, ეს პრინციპში შეუსაბამობაშია კი არა, არ ვიცი, სიტყვის მოძებნაც კი ძალიან ძნელია. იმასთან დაკავშირებით რა რეაქცია შეიძლება კონდეს ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც ამ გუნდის წევრად გრძნობ თავს, ნამდვილად ვერ ხედავ ჩემ თავს, შემიძლია გავიმეორო, თუ დადასტურდება ეს, რომ ასეთი ხარისხის ეწოდას ქონდა ეკონომიკურ მოთამაშეებზე ადგილი. მე რომ ჯეროდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ჩართული და ხელს უწყობს სისტემურ კორუფციას, მე მაშინ მოვიხსენე ჩემ უფლება მოსულს. შესაბამისად, მტკიცებჯერო ეს არ არის და თუ და მაშინ ვილაპარაკებთ ამ ფორმებით, დავდოთ გამოძიების შედეგებს და მე პირადად რაღაც ერთგვარი იმუნიტეტები მაქვს გამომუშავებული ასეთი ტიპის ჩანაწერების მიმართ. ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია რა განცხადებას გააკეთებს პროკურატურა და ფიქრობ, რომ რაღაცა შორს მიმავალი დასკვნების კეთება იმაზე, რა ჩანაწერები ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში, ფიქრობ, რომ ეს არის ცოტა არ იყოს სიძრმით. კაკულიას თავისი ემოცია აქვს, თავისი შეხედულებები აქვს, მე გეტყვით, რომ ზუსტად აი 9 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ამ ჩანაწერების გამოქვეყნების და შემდეგ მასზე კომენტარების კეთების რეჟიმში. დასახადი საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს. მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მფლობელი რაღაცა მედია აქტივის. ეს არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საქართველოს ოცნების ერთ-ერთი მთავარი მონოპოლარი გახლავთ სწორედ მედია პლურალიზმი და თავისუფალი მედია. ეს არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში კარგად ასახული და დანახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხების ერთმანეთთან გადაბმა, ეს არის სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, მინდა პირდაპირ განვაცხადო გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელიც ცდილობენ ასეთი სახით მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია. მიმართავ რუსეთის ფედერაციას შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმა ოკუპანტებს გაეროს ტრიბუნიდან. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობის ინიციატივა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაფუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. 21 საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთუხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. განაცხადა გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა. მავთუხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან ცხოვრებ მოსახლეობას სალოცავების და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. მიმართავ რუსეთის ფედერაციას. შეასრულეთ ნაკისრი ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, თუმცა ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება. დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები, კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისკენ და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთუხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანების უფლებების დაცვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენი სტუმარი არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შემდეგ კი მოусმენთ დავით უსუფაშვილს და ნუკრი ქანთარიას. მადლობა მინდა გითხრათ ხალბატონო ქეთევან იმისთვის რომ პასუხობთ დღის ამბების კითხვებს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძირითადად პრემიერის გამოსვლაზე გაეროში, თუმცა სანამ ამ თემაზე დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ კორუფციულ სკანდალზე, რომელიც ფარული ჩანაწერების შემდეგ არის შექმნილი ქვეყანაში და ჩვენ ჯერჯერობით ბევრი არაფერი არ ვიცით გამოძიების შესახებ. თქვენ როგორც მთავრობის წევრს გაქვთ თუ არა კითხვები საგამოძიებო ორგანოებთან, რომ დღემდე გასულია თითქმის ერთი თვე და არაფერი არ ვიცით ეს ჩანაწერები არის თუ არა ავთენტური. ისმენდით ალბათ გადაცემის დასაწყისში, რომ საპარლამენტო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ თუ ეს ჩანაწერები დადასტურდება, რომ ნამდვილად არის ავთენტური, ისინი დატოვებენ სახელისუფლებო გუნდს. პირველ რიგში მე ვფიქრობ, ახლა საუბარი და კორუფცია ასეთი ტერმინის გამოყენება არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით შეიძლება ამ ტერმინთან დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ერთის მხრივ არის ნამდვილად სამართლებრივი საკითხი, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა უკვე კომენტარები, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ასევე ძალიან ცალსახა კომენტარი, თუ კი არსებობს პროკურატურის მხრიდან კითხვები და იმ პირების მიმართ, რომელთანაც შეიძლება არსებობდეს კითხვები, ეს კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას, უნდა იქნას განხილული სამართლებრივ ჩარჩოში, რაც შეეხება რაიმე ტიპის ზეწოლას, კორუფციას და ამაში ხელისუფლების დადანაშაულებას, ეს რა თქმა უნდა გახლავთ გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ, ეს პოლიტიკური ძალა, მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, ეხლა თქვენ გაეროში გამოსვლაზე საუბრობდით პრემიერ-მინისტრის და მთავარი აქცენტები ზუსტად ამაზე იყო, რომ დღეს ჩვენ მიუხედავად უამრავი გამოწვევისა ვიბრძვით და ვიღწვით იმისათვის, რომ გქონდეს დემოკრატიული სახელმწიფო, განვახორციელოთ ძალიან ამბიციური რეფორმები, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ იყოს კანონი უზენაესი ყველას მიმართ და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა აქტორს, იქნება ეს ბიზნესი, ხელისუფლება, მედია, მოქალაქე თუ ასე შემდგომ და იყოს მედია თავისუფალი, რომელიც არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ამას ჩვენ ყველა უფრთხილდებით და რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების ინტერესია პირველ რიგში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივ კითხვებზე სამართლებრივ პასუხებს უნდა დაველოდოთ. ახლა ჩვენც და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება გამოძიებისგან ამ კითხვებზე პასუხს და იქნება თუ არა ეს პასუხები არგუმენტირებული და რაც თავარია დამაჯერებელი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაეროში, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? მაგალითად, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ნაციონალური მოძრაობიდან ამბობდნენ, რომ პრემიერმა ისაუბრა ბევრ რამეზე, თუმცა მას არ გაუმახვილებია ყურადღება სანქციებზე რუსეთთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან მიმართვა და მოწოდება, რომ გაიყვანეთ ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. რატომ არ იყო ამაზე გამახვილებული ყურადღება? ეხლა იცით ოპოზიციის კომენტარებზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ თავისთავად ეს გამოსვლა ჩემი აზრით იყო გამორჩეული ძალიან მკვეთრი და პრინციპული და მით უმეტეს ამ ნაწილში, იმიტომ რომ დაიწყო ერთის მხრივ და ძალიან ბუნებრივია 27 სექტემბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, სოხუმის დაცემის დღეს, როდესაც ეს გამოსვლა დაიწყო მთავარი გამოწვევის აღნიშვნით, რაც უკავშირდება განგრძობით ოკუპაციას და ეს ითვლის არა მხოლოდ 10 წელს 2008 წლის აგვისტოდან, არამედ უკვე 25 წელს იმ სავალალო მოვლენებიდან, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაბრუნებისას და დემოკრატიული სახელმწიფოების საწყისზე და ძალიან დეტალურად იქნა განხილული ყველა ის გამოწვევა, რომელსაც დღეს საქართველოში ქმნის განგრძობათი ოკუპაცია, მათ შორის ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც ადგილზე შეიქმნა, რაც გამოიხატება ამ ტერიტორიების 70-80%-ით მოსახლეობისგან დაცლაში და მათი დიდი ნაწილი დევნილობაში იმყოფება, იძულებით გადაადგილებული პირია, ხოლო ადამიანებისათვის, რომლებიც იქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ, მათ შორის განსაკუთრებით გალსა და ახალგორში პირობები არის გაუსაძლისი, ძალიან მძიმე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, საკითხი ეხება გადარჩენას, როგორც ფიზიკურს, ასევე იდენტობის გადარჩენას
აღმოაჩენას რუსიფიკაციის პროცესში და ამ პრობლემების აღწერის შემდგომ საუბარი იყო გამოსავლებზეც და იყო ძალიან პირდაპირ მიმართვა სწორედ რუსეთის ფედერაციის მიმართ რომ აუცილებელია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული ჯარები. აქ იყო მოწოდება გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი რომ კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ ის მხარდაჭერა რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის და საერთოდ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისათვის რაზეც დაფუძნებული გახავთ სწორედ თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო რომ იქნეს მიღწეული ისეთი მდგომარეობა როდესაც ქვეყნები ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცემენ პატივს და ეს არის ჩვენი ხაზი ეს არის ის ხაზი რომელშიც ჩვენ მოქმედებთ და ჩვენი ამოცანა და სურვილი არის რომ იყოს მშვიდობა და ამ ურთიერთობების საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის სახელმწიფოებრიობის პატივისცემა. თუმცა ალბათო ქეთევან სწორედ ხელისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ამაზე საყვედურობენ ხოლმე ხშირად ოპონენტები რომ საქართველოს მთავარმა პრობლემამ ოკუპაციამ მაღალი რანგის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გადაინაცვლა მეორე პლანზე. არ ხდება საქართველოს საკითხის ხშირად შეხსენება რუსეთისთვის გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერებისგან. თუ მაგალითად მერკელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზე მუდმივად ახსენებენ პუტინს მინსკის შეთანხმებას და უკრაინაში არსებულ პრობლემებს, საქართველოს საკითხი არ დგას დღის წესრიგში ასეთი რანგის შეხვედრებზე. ეს შეფასებაც არა გახლავთ სწორი და ამას ვერაფრით ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ სწორედ ბოლო წლებში საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ისევე როგორც ორგანიზაციების მხრიდან აქვს აბსოლუტურად უპრეცედენტო მხარდაჭერა, განსაკუთრებით წელს 10 წლის თავზე რუსეთის აგრესიიდან, მაშინ როდესაც საქართველოს ძალიან კონკრეტული ასევე სამშვიდობო გეგმა და ინიციატივა დადო, რაზეც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გუშინ საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამოცანაც გახლავთ განგზობითი ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგების შემსუბუქება ადგილზე მოსახლეობისათვის და ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა, რომელიც გახლავთ შექმნილი. თქვენ მოისმენდით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მედია და ჩვენი მოსახლეობა თვალყურს ადევნებს თუ რამდენად მაღალი მხარდაჭერა აქვს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რამდენად მაღალია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო მისწრაფების და შესაბამისად ეს მისწრაფება დაფუძნებულია და ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გუშინ დასტური იყო ეს კიდევ ერთხელ იმისა, რომ უმაღლეს ტრიბუნებზე ეს საკითხი არის ნომერ პირველი საკითხი და აბსოლუტურად ამომწურავად იქნა წარმოჩენილი. კიდევ ერთხელ ამბობ, მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ პრობლემებზე და მთავარ გამოწვევაზე ყურადღების გამახვილება, არამედ იქ დასახული იყო გამოსავლები. გამოსავლები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეფექტურობის გაზრდის სახით, გამოსავალი, რომელიც არის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი გადაწყვეტა და მნიშვნელოვანი ამოცანა ზოგადად საერთაშორისო წესრიგისათვის დეოკუპაციის ფაქტობრივად სახით, იმიტომ რომ რუსეთის ჯარების გაყვანა სწორედ მის მიერ აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება და აქ ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა აფხაზებისა და ოსებისადმი, ის რომ ჩვენ მომავალი წარმოგვიდგენია მხოლოდ ერთად და აქაც მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ თავაზობთ გარკვეულად, ასე ვთქვათ, პასიური მონაწილეები იყვნენ ქვეყნის განვითარების, არამედ თავად იყვნენ თანამონაწილეები. სამშვიდობო ინიციატივა, რომელზეც პრემიერი საუბრობდა და რომელშიც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ზოგადად სამშვიდობო პროცესში და შერიგების პროცესში, ამ სამშვიდობო ინიციატივის ამოცანა ის გახლავთ, რომ სრულიად კონსტრუქციული დღის წესრიგით უპასუხოს ამ გამოწვევებს და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებით, დობიშენებლობაზე, შერიგებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებელია მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისათვის, აი ამ გზით წავიდეთ წინ. სწორედ ამიტომ გვიჭერს ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ მხარს და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად გამოსვლა იყო ძალიან გამორჩეული, ძალიან ბევრ სწორ აქცენტ შეიცავდა დაწყებული იმით, რომ ეს გამოსვლა იყო პირველად ქართულ ენაზე, რაც თავისთავად იყო ძალიან მკაფიო სიმბოლოც და გზავნილიც, რომ საქართველო არის უნიკალური კულტურის ენის მატარებელი ქვეყანა, მაგრამ ამავდროულად არის ორგანულად ევროპული. ამიტომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისწრაფება ეს არ არის მხოლოდ ახლა თანამედროვე პოლიტიკური არჩევანი, არამედ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება და ამ კონტექსტში პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ წელს ამ გამოსვლიდან ძალიან პოზიტიურად აფასებთ და ხართ გაწყობილი იმ გზავნილების მიმართ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ელოდებით თუ არა, გარდა იმისა, რომ ეს იყო კარგი მოსასმენი,
კონკრეტულ შედეგებს, თქვათ იგივე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თუ სხვა მხრივ, იქნება თუ არა მცირე წინსვლა მაინც რაღაც მიმართულებით, თუნდაც ჰუმანიტარულ მისიებთან დაკავშირებით, ან თუნდაც იმ თემაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის სერვისები, რომელზეც მუდმივად არის ხოლმე შეხსენება, განცხადებები საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ამის მიღება და მათთვის არსებობს რაღაც განსაკუთრებული პირობები. ელოდებით თუ არა, რომ იქნება თუნდაც მცირე წინსვლა რომელიმე მიმართულებით. მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ მხოლოდ წამების ფაქტებს, გატაცებებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და განათლების უფლებასაც კი ვერ იღებენ ეს ადამიანები მშობლიურ ენაზე. ეს არის ოკუპაციის სახე და ჩვენ არ მხოლოდ ველოდებით არ მას, არამედ ამისთვის მუშაობთ და ეს მაღალი ტრიბუნა ზუსტად ამ გზავნილების გასაკეთებლად იყო გამოყენებული. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მიმართ გარდა ჯარების გაყვანისა იქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ხელი არ შეეშალოს აი ამ სამშვიდობო ინიციატივების გახორციელებას, რომლის ამოცანაც გახლავთ ადამიანებისთვის, ცხოვრებისთვის აუცილებელი და ღირსეული პირობების შექმნა და რა თქმა უნდა მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რომ ამის გახორციელება შეეწყოს ხელი. ამიტომ ეს გზავნილები იქნა გაკეთებული და არა მხოლოდ ასე ვთქვათ მოლოდინის რეჟიმში, არამედ ჩვენ პროაქტიულები ვართ, თქვენ შეამჩნევთ აუცილებლად, რომ იქ იყო სხვა და ძალიან კონკრეტული სამშვიდობო გზავნილიც, ახალი ინიციატივა ფაქტობრივად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა თბილისის ფორუმის ჩატარების თაობაზე, რომლის ამოცანაც იქნებოდა კავკასიის და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის ერთგვარად დაპირისპირებების არეალიდან მშვიდობის განვითარების და თანამშრომლობის სივრცედ გადაქცევა და ამაში საქართველოს სურვილი, რომ შეასრულოს ძალიან კონკრეტული და გამოკვეთილი როლი. თავადაც იქცეს რეგიონულ ცენტრად და თავისი განვითარებით, იმ სარგებლით, რომელიც შეიქმნება აუცილებლად ჩვენი უწყვეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გახდეს ის მიმზიდველი ცენტრი, რომელიც იქნება ყველა იმ ეთნოსისათვის მიმზიდველი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, დღეს ეძლევა თუ არა შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სიკეთით და ნაწილს ვიცით, რომ არ ეძლევა, იმიტომ რომ ხელოვნური ბარიკადები არის ფაქტობრივად 25 წელია გახლეჩილი საზოგადოება. მადლობა ქეთევან ციხილაშვილი, სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში იყო დღის ამბების სტუმარი. იზიარებს თუ არა რომან კაკულიას და აკაკი ზოიძის პოზიციას კიდევ ერთი უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია. ამას ჩვენ რეკლამის შემდეგ გავიგებთ. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ფარული ჩანაწერები ომეგას და იბერიას საქმეზე დადასტურდება და მისი ავთენტურობა იქნება დადგენილი, ისინი ამ შემთხვევაში დატოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას. ნუკრი ქანთარიასთან ერთად საპრეზიდენტო კანდიდატ დავით უსუფაშვილსაც მოусმენთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ომეგას და იბერიას საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კითხვები უჩნდებათ, ისინი პასუხს ელოდებიან საგამოძიებო ორგანოებისგან და ჩანაწერების ავთენტურობის დროულ დადგენას ითხოვენ. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ და ასევე ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ და ახლა კიდევ ერთი ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობიდან ნუკრი ქანთარია არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ნუკრი, მადლობა რომ ხართ დღის ამბების სტუმარი. მაინტერესებს თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება როგორია ამ ჩანაწერების მიმართ. ჩვენ გუშინ ვისმენდით ხელისუფლების ლიდერების განცხადებებს, მათ შორის პარტიის ლიდერების კახი კალაძის, ირაკლი კობახიძის, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის ხელისუფლება ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მათი მისამართით დასმული კითხვები არის უადგილო. თქვენც ფიქრობთ, რომ ხელისუფლება არ არის ამ ყველაფერზე რაღაც ფორმით პასუხისმგებელი? კი ბატონო, მადლობ ჩართვისთვის. პირველი რაც მინდა რომ გარკვევით თქვა, რომ აქ უნდა აბსოლუტურად გავმიჯნოთ ერთი რამ, რომ ეს არის ტელეკომპანიაზე და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და იბერია გახდა ისეთ სულთამხუთავი ხელისუფლებისთვის, რომ ახლა ფინანსური სწორედ გადაკეტვით, ფინანსური ნაკადის გადაკეტვით უნდა მოხდეს მისი გაჩერება, რასაც ზოგიერთებს უნდათ რომ ასე გაასახონ, ეს აბსოლუტურად ამის დამჯერებელი მე მგონი დღეს ჩვენ მოსახლეობაში არავინ არ არის.
ეს ერთი საკითხია. მეორეა ის სერიალები ომეგასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ უყურებთ და ჯერჯერობით დასასრული მას არ აქვს. აუცილებლად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რამ, რომელიც ამდაგვარი ფორმით არის შავი დღისთვის შენახულია თუ როდესაც თუ ახალ გამომზეურდა, ესე იგი პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. საგამოძიებო ორგანოები ჩართულები არიან ამაში. მე ვფიქრობ, რომ უფრო ინტენსიურად უნდა წავიდეს მუშაობა, დაზუსტდეს პირველ რიგში და გავიგოთ ჩვენ ავთენტურობა, რომ ავთენტურობის შემდეგ უნდა მოხდეს რასაკვირველია ყველასი მათგანი გამოსის გამოკითხვა და თუ მართლაც აქვს ადგილი ამას, რომ ვიღაცას რაღაცა მადა აქვს ახსნილი სადმე სადღაც, უნებრივია, რომ ისინი უნდა იყვნენ სათანადო. გამოძიების ტემპებით არ ხართ კმაყოფილი ბატონო ნუკრი? ის გამოძიება ახლა ერთი მხარეა, როდესაც ჩვენ ვიცით გამოძიებას, რომ ასე დროს რო არ იქა და 3 დღეში შეიძლება ყველაფრის გაკეთება, შევარდნა ყველგან, გამოყრა ხალხის და იატაკზე დაგდება, ცემა, ტყეპა და აღიარება და ამბავი, ამას არ ვამბობ, მაგრამ ვამბობ იმას, რომ მას უნდა ქონდეს აბსოლუტურად გონერულ ვადებში უნდა ჩაჯდეს ეს გამოძიება და გვითხრას სწორედ რასთან არის საქმე და როგორ არის საქმე. ეს არის შეთითქმული წამებლური მორიგი კამპანია, ეს არის შავი დღისთვის შემონახული, გარკვეული, დამონტაჟებული მასალები, თუ ამას რაღაცა გარკვეულწილად აქვს სწორედ რეალობასთან კავშირი. ყველა შემთხვევაში მე პირადად რა თქმა უნდა ველოდები და მე კი არა საზოგადოება ელოდება და საზოგადოებას არ უნდა დარჩეს ეჭვის საფუძველი არაფერში. ბატონო, ხომ არ ფიქრობთ, თქვენც ამბობდით, რომ გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოსო. ის პროცესი, რომელიც სახეზე გვაქვს და ჯერ არც მოგვისმენია პროკურატურისგან განცხადება, ეს ჩანაწერები გაგზავნილია თუ არა ექსპერტიზაზე, უფრო მეტად აღრმავებს ეჭვებს, რომელიც შნდება ამ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ. ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის სერიალები უსწრებს წინ გამოძიებას და შეიძლება მისი სიმრავლის გამო მათ აქვთ ალბათ რაღაცა გარკვეულწილად შეუძლიათ, რომ და შეიძლება მართლაც რაღაცა საში გამართლება ქონდეთ, თუ არ ქონდეთ, ესეც უნდა გამოძიებამ თქვას, მაგრამ ყველა შემთხვევაში დუმილი, რომელიც არის, უნებრივია, რომ ეჭვის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ამიტომ მე მოუწოდებდი, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოკლე დროში, თუნდაც რაღაც შუალედური მაინც მათ ინფორმაცია გააკეთონ და საზოგადოებას გააცნონ ეს პოზიცია. ანუ არ იზიარებთ, ვამბობ, რომ რასაკვირველია ეჭვის საფუძვლები არ გაჩნდება. არ იზიარებთ თქვენ თქვათ კახი ყალაძის ან ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ამასთან არანაირ შუაში და კავშირში არაა. ნუ ახლა რახან ამბობენ ისინი, რომ შიგნით არის ლაპარაკი, ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიების პასუხები გაცილებით უფრო იქნება დამაჯერებელი გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის, ვიდრე ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ისიც არავინ არაფერ შუაში არ არის, ვიღაც 2-3 კაცი ამას ამბობს, იმას ამბობს, რა კონტექსტში ითქვა, ეგ სხვა საქმეა, ან კახიმ რატომ რა კონტექსტში ითქვა, ან კობახიძემ რა კონტექსტში ითქვა, ისინი ამბობენ, რომ შეიძლება ორი ადამიანის საუბარში ნებისმიერი ფიგურა იყოს ნახსენები, მთავრობის მეთაური, მმართველი გუნდის ლიდერები და ეს არ არის იმის მამტკიცებელი და დამადასტურებელი, რომ ეს ადამიანები შეიძლება კორუფციაში იყვნენ ჩართულებიო. ჰიპოთეტურად რო თქვათ ასეც არის, ახლა ორი ადამიანი ვიზედაც ამბობს, ეს შეიძლება ასე მივიღოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი სწორედ გამოძიებაც იმიტომ დაიწყო, რომ არა ესეთ ასე ვილაპარაკოთ დაუშვათ და ასეთ დაირად რო თქვათ, არამედ გამოძიებამ თქვა სწორედ სრული პასუხი ამაზე. მე მგონი ეს უფრო უპრიანია ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება იმას, რომ კახი და ირაკლიმ რა თქვეს კობახიძემ, ისინი ფიქრობ, რომ წარმოადგენენ, ფიქრობ კი არა, ასე ანუ წარმოადგენენ პარტიაში ასევე თანამდებობის პირებს, მათი უფრო მეტი წვდომა აქვთ ინფორმაციასთან და ფიქრობ, ამიტომაც მეტი დამაჯერებლობა გამოსჭირვის მათი ნათქვამიდან. კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელსაც უმრავლესობის წევრების სახელმწიფო გუნდის მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომ ეს საქმე თითქმის 90%-იანი სიზუსტით არის
გამოძიებული, როცა ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ პარლამენტის შენობის წინ დღემდე ითხოვს სამართალს მოკლული დავით სარალიძის მამა. იზიარებთ თუ არა ამ შემთხვევაში ირაკლი ყობახიძის პოზიციას, რომ ეს საქმე 90%-იანი სიზუსტით არის გამოძიებული, მაშინ როდესაც უმრავლესობამ მიიღო დადგენილება, სადაც წერია, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ან დაგვიანებით იყო ჩატარებული ამ საქმეზე და საჭიროა მოხდეს გამოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, თუ რა იყო ამის მიზეზი და საფუძველი და იქ პირდაპირ წერია დადგენილებაში, რომ ეჭვებს აჩენს კონკრეტული გარემოებები. გამოძიების პროცენტებს ახლა მე აფთიაქური სიზუსტით ვერ ამწონი, ვისაც შეუძლია და ამისი უნარი გააჩნია ეთყობა ის იმას შეუძლია ასე თქვას, მაგრამ ის რომ მიმდინარეობს კვლავ გამოძიება და თუ კი დამატებითი მტკიცებულებები იქნება, ბუნებრივია ეს აუცილებლად გამომზევრდება, აპელაცია წინ არის ამასთან დაკავშირებით, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გარკვეული ცვლილებები აქ უნდა მოხდეს, მაგრამ მეორეა კიდევ რა იცით, რომ თუ ვერ დამტკიცდა იმ ორი ახალგაზრდის, რომელსაც სწორედ შვილმოკლული მამა ადებს ხელს, ვერ დამტკიცდა მტკიცებაში და არ იქნება მათ მიმართ ასეთი ერთობლივი მტკიცებულებები, ხომ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე ბუნებრივია, რომ ძნელია მათ წაუყენონ ბრალი სწორედ მკვლელობაში. ის ორ ადამიანზე ამბობს კიდევ რომ რომლებიც არიან, რომ ისინი არიანო. ამიტომ ამას ჭირდება საფუძვლიანად მოკვლევა, რამდენად ეს ყველაფერი იქნება დამტკიცე ფაქტებით გამყარებული და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უნდა უკვე რაღაცა სინათლე, მეტი სინათლე შევიდეს. დღეს რასაც უყურებთ, საქმე არის ისე, რომ შვილმოკლული მამა კონტროლს ფაქტიურად თავის ქცევაზე შეიძლება პასუხისმგებელიც უკვე ფაქტიურად ვეღარც მოსთხოვდა, ვეღარც არის, ისე ირჯება, ეს უფრო აუარესებს მე მგონი საერთოდ მდგომარეობას, ეს შეურაცხყოფელი მოქმედებები პოლიციის იქნება თუ დაუშვათ სხვათა მიმართ და საკმაოდ ესეთი მძიმე სურათია ჩვენს თვალწინ. ბატონო, ფიქრობთ თუ არა, რომ აი ამ სურათზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას? პოლიტიკოსები იყრიან თავს ესეც მეორე კიდევ უკიდურესობაში. ბატონო, გესმით ჩემი ხმა? მე მგონია, რომ აბსოლუტურად ვალია. კი, მესმის როგორ არის. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ სურათზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ვალდებული იყვნენ ეს საქმე გამოეძებინათ, ისე რომ კითხვები არ დარჩენილიყო? მე საერთოდ ხშირად მithქვავს, რომ ჭიქაც რო გადაბრუნდება მეთქი ხელისუფლება პასუხისმგებელი არის ირიბად თუ პირდაპირ ხოლმე. ნებისმიერზე, რაც კი რამ მოხდება მით უმეტეს უარყოფითი რაც არის. ამდენად ამ პასუხისმგებლობას არავინ არ გაქცეულა, ზოგი გადადგა, ზოგი დაიჭირეს, ზოგის მიმართ კი აღძრულია საქმე. ამ პასუხისმგებლობას ვფიქრობ, რომ არავინ არ უნდა გაექცეს და ვერც გაექცევა. ახლა თავარია ეს ყველაფერი ისე არ აიზილოს ერთმანეთში და ისეთი მიმართულებებით არ წავიდეს, რომელსაც უკვე ამ ამბავს მესამე, მეოთხე საერთოდ სხვა დანიშნულება ექნება, ფუნქცია საერთოდ დაიკარგება და წინა პლანზე წამოვა რაღაცა სხვადასხვა მერკანტილური ანგარებითი მიზნები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც შეეცდებიან და უკვე ცდილობენ, რა თქმა უნდა, რომ მამა და შვილმოკლული გააქეზონ პროვოკაციისთვის, წამოაგონ მან პროვოცირება დაუწყოს სამართალდამცავებს, პოლიციას, აი ამაზე მე რაღაცა გარკვეული სცენარი ააგონ და სრულიად დაიკარგოს ის რისთვისაც ეს ყველაფერი არის დაწყებული და რა ტკივილიც არის ამაში. აი ამიტომ მე მგონია, რომ აქ ძალიან საღად უყურებს საზოგადოება ამ ამბავს, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირზე დევს ყველაფერი. მადლობა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იყო დღის ამბების სტუმარი, ახლა კი შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი არის ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმ პროცესებზე, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე არჩევნების წინ, ნაცვლად იმისა, რომ იყოს კანდიდატებს შორის ჭიდილი პროგრამების და სხვა საარჩევნო კომპონენტების, დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს კორუფციული სკანდალი, რომელშიც
ხელისუფლება ჯიუტად ამბობს, რომ არ არის გარეული, თუმცა ვერ ეწევაო გამოძიების ტემპები, ფარული ჩანაწერების გავრცელების ტემპებს, ამას უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობდა ჩვენს ეთერში. საინტერესოა, პროკურატურა თუ ვერ ეწევა დამნაშავეებს თუ მათ გამოვლენას, მაშინ სხვა ზომებია მისაღები. მაგრამ პირველ რიგში მოდი იმით დავიწყოთ, რომ აი საარჩევნო კამპანია ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატები პროგრამებზე და ხედვებზე შევლობდნენ, დებატებდნენ, ამით ვარ დაკავებული. ამიტომ მინდა გთხოვოთ, ერთად დაგვიძახეთ ხოლმე კანდიდატებს. გავმართოთ დებატები, დავსვათ ადამიანები ერთმანეთის პირისპირ. ასე ცალკარში საუბარს ნაკლები დატვირთვა, ნაკლები შედეგი აქვს, ამიტომ მე მინდა მივმართო ყველა ტელევიზიას. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ და ალბათ გექნება დაგეგმილად თქმა უნდა დებატებიც, მაგრამ რაც შეიძლება მალე დებატების რეჟიმში გადასვლა ძალიან უკეთესი სამსახური იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ მე მინდა მივმართო ყველა კანდიდატს, და პირველ რიგში სახელმწიფო კანდიდატს, ოპოზიციურ კანდიდატს, ბატონ ვაშაძეს, ქალბატონ ზურაბიშვილს, რომლებიც იკვეთებიან, ესე იგი, იმ ფავორიტებად თავად ასე ბრძანებენ, რომ აი პირველ ტურში მე ვიმარჯვებ, არა პირველ ტურში მე ვიმარჯვებ. აი პირველ ტურში ვინ იმარჯვებს, მოდი ამაზე ამორჩეულმა მიიღოს გადაწყვეტილება და ახლა მოდით დებატებში, ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერ არხზე და ვილაპარაკოთ ქვეყნის მომავალზე, ვილაპარაკოთ წარსულზეც, ვილაპარაკოთ მიმდინარე მოვლენებზეც. საარჩევნო მარათონიდან დარჩენილია ერთი თვე. ერთ თვეში საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი. არა მხოლოდ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რაც შეიძლება უკეთესი ჩვენს შორის, კანდიდატებს შორის. არამედ ქვეყნის განვითარების გეზი უნდა გამოკვეთოს. საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა? დარჩეს ოცნებურ ჭაობში, დაუბრუნდეს ნაციონალურ განუკითხაობას, თუ გადადგას ნაბიჯი წინ. ესაა ჩემი პოზიცია. და ამაზე მინდა მე ველაპარაკო ამორჩეველს და ვეკამათო იმ კანდიდატებს, რომლებიც ერთი მხრივ ოცნებურ ჭაობში დარჩენას პირდებიან ქვეყანას, მეორე მხრივ ნაციონალურ განუკითხაობაში დაბრუნებას და ასე ვთქვათ რევანშებს და რევოლუციებს. ამაზე გვინდა ვილაპარაკოთ. ამ კონტექსტში მიმდინარე მოვლენები, პროცესები, ზარალიძის საქმე, იბერიაში განვითარებული მოვლენები, პროკურატურის ეს პოზიციები, პალიტრა ნიუსში და პალიტრას გარშემო განვითარებული მოვლენები, მარიხუანას თემა, უამრავი ასეთი საკითხები, ეს არის მორიგი დადასტურება ხოლმე, რომ ოცნებამ ამოწურა შესაძლებლობები, რომ ქვეყანა სწორად მართოს. ეს გავიგეთ უკვე. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია წინ ნაბიჯი როგორ გადავდგათ. წინ ნაბიჯი გადასადგმელი იქნება ოცნების პოზიციების განმტკიცება პრეზიდენტის პოსტის ასევე ჯიბეში ჩადებით, თუ სააკაშვილი გვესახება ამ ქვეყნის გადამრჩენლად. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, თორე ეხლა ეს რაც ხდება, ეს არის შესაძლებელი, ეს ყველაფერი არის დამატებითი არგუმენტები. რა თქმა უნდა, როდესაც ხელისუფლება ამ დონეზე უკვე იხსნის პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ იქ ჩანაწერებში ვინ რა საუბრობს, ყოფილი მინისტრია ეს ჩემი ლიდერი აღარ არის თუ ჩემი პარტიის წევრი. ამიტომ მე რა შუაში ვარ. ანუ ხელისუფლება რას გვეუბნება? რას მიედმოედებითო ეს აღარ ვარ ჟურნალისტებს თბილისის მერმა. ნუ ეხლა ეს შეჯიბრი ამ ხატოვან გამოთქმებში და ესე უზრდელობასა და ხატოვან შორის ის რომ არის ზღვარები, ხო? ამაში შეჯიბრსაც ხედავთ, კი ბატონო. ეპითეტები და გამონათქვამები, მაგრამ საკითხის არსი რაშია? ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ მე რა შუაში ვარ, როდესაც ხო იქ ვიღაცა რაღაცაში გადასახადი არ გადაიხადაო და ამიტომ რაღაცებს შვებაო და გადასახადი თუ არ გადაიხადა 2 წელი რასელოდებოდი მაშინ 3 ხო 3 წელზეა საუბარი ხო არ ვიცი წლები ანუ ეხლა მე და თქვენ უნდა გავარკვიოთ ეს საქმე როგორი ბანს ხელისუფლება ხელს ან იმ ნაწილისგან თუ გადასახადია გადაუხდელი 3 წელი და თან 30 ლარი კი არა და 500 ლარი კი არა რისი გადაუხდელობის გამოც 500 და 1500 და 2500 ჩვენი მოქალაქე საკუთარი ბენიდან არის გამოძევებული იმიტომ რომ ვერ გადაიხადა 500 ლარი იმიტომ რომ ვერ გადაიხადა 1500 ლარი ხო სადღაც ამიტომ მას მოკიდებენ ხელს და ქუჩაში აგდებენ და ეხლა ხელისუფლება მეუბნება რომ იმას 50 მილიონი არა გადახდილი უკვე 3 წელიაო და მე მელაპარაკებ ამას თვითონ რასაკეთებდა დღემდე რატო არის გადაუხდელი დღემდე ეს ერთი ნაწილი მეორე და თქვა და გადაუხდელია ვიღაცამ გადასახადი არ გადაიხადა და ეს ვინმეს აძლევს უფლებას რომ მივიდეს მას და რაღაცა ესე იგი ფულების წართვევა დაუწყოს მანქანების წართვევა დაუწყოს ეს ვინმესთვის მწვანე შუქია რომ აი ამას გადასახადი გადაუხდელი აქვს ამიტომ მიდით ახლა აწინე ისუქენით მანდ ბრუნდებით მაგ ქვეყანაში ბრუნდებით მაგ წესებში და ტრადიციებში და ვიცით მაგ ტრადიციებს და წესებს რა ერქვა სულ ცოტა ხნის წინ ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ეს იყოს რა ჩემი საქმეა შემდეგი იქ საუბარია ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე რომ აი ეს ასე ხდება ეს ასე მოხდა და ასე შემდეგ და ახლა პროკურორი ვერ ეწევა გამოქვეყნებულ მასალებს ანუ ახლა რა
როგორც ჩანს, მორიგი რაც გამოვიდა ბოლო, ის წაიკითხეს, არ ვიცი, დაიზეპირეს, PR სამსახურმა მოამზადა მესიჯები რა უნდა ილაპარაკოს უმრავლესობის წარმომადგენლები და იგივე ფრაზები და პროკურორები ელოდებიან ახლა აბა როდის გამოვა მეშვიდე ანუ მათი გამოძიება თუ ნიშნავს გამოქვეყნებული ჩანაწერების შეგროვებას დაკინძვას და აი გამოძიებაო მაშინ ეს პროკურორი სჭირდება ჩვენ ამისთვის რა თქმა უნდა არა მესამე აქ მე არაერთხელ მივმართე ბატონ ზაზა ოქუაშვილსაც მისი ტელევიზიიდანაც და ყველა შესაძლო არხით და შესაძლოებიდან რომ ამ კუკუდამალობანაში ხელისუფლება გაიმარჯვებს თუ სიმართლეს სრულად და სწრაფად არ იქნება ნათქვამი. რას გულისხმობთ? იმას რომ თქვა მე ძალიან მარტივ რამეს გზნობა გრჩებათ რასთან მიმართებაში. ძალიან მარტივ რამეს გულისხმობთ. ხელის გულზე დადებული. ის რომ ვისმენ 2 წუთიან ჩანაწერს, მე მემთხოვენ ამაზე 15 წუთიან კომენტარს, და იმ ჩანაწერის შემდეგი 4 წუთის ვიღაცა სადღაცაა გაჩერებული. ანუ ეს ჩანაწერები საიდანმე ესე ნელ-ნელა კვირაში 3-3 წუთი ცვივა? ხიდან თუ სადღაც დევს სრული ჩანაწერი და იქიდან ვიღაცა 3 წუთს უშვებს მე კიდე 4-ს მე კიდე 9-ს ჯერ ვიღაცის გვარი გამოჩნდა მე კიდე ვიღაცის ახლა თუ ამ ტიპის რაღაცა თამაშებშია ვინმე შესული ვინც ამას აქვეყნებს და ვინ აქვეყნებს თუ სუსი აქვეყნებს ანუ სპეცსამსახურებმა ჩაწერეს მაშინ ესე იგი კიდე ცუდად გქონია საქმე. ომეგა განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა. იმიტომ რომ სუსი თუ აქვეყნებს ამას, ანუ მას მიყავს ეს თამაშები. ესე იგი მაშინ უნდა ამაზე ვიყვიროთ. როგორც ჩანს ეს ასე არ არის. იმ ჩანაწერებს ყავს 2 ავტორი, ხო? ხალხი ლაპარაკობს. ორი მხარე. ლევან ყიფიანი აკეთებს ამას. უდევს საკუთარი ჩანაწერები და ნელ-ნელა ესე იგი მაზოხისტური აქტებითაა დაკავებული, რაღაც ნელი დასაჯერებელია. ამიტომ მივდივართ იქამდე რომ ეს ჩანაწერები არსებობს ომეგას წრეში. ზადა ოქუაშვილს თუ ხვებს არ ვიცი მე ვისა აქ. და ამიტომ ვთხოვ გულშემატკივრის პოზიციიდან, სოლიდარობის გამოხატულობიდან ვეუბნები. ამ ტიპის კუკუდამალობანაში თუ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა რომ დღეს 2 წუთს გამოაქვეყნე მე 7-ს მე 9-ს, ეს ხო მაყურებლისთვის შეიძლება ქმნის რაღაც სერიალის შთაბეჭდილებას. ეხლა ველოდებით, აბა როდის იქნება 2 დღეში კიდე ახალი გვარი, კიდე ახალი კომპრომატი. ეხლა თუ ესაა საქმე მაშინ კი ბატონო ვიცოდეთ ეს პროკურატურას არათავისუფლებს იქიდან რომ დანაშაული გამოიძიოს კორუფციული ხელისუფლებას არათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან რომ მან მოკიდოს ხელი და რაშია საქმე გადასახადთან ტელევიზია რა შუაში იყო იქ თუ იყო ეს თანამდებობის პირები ვინ არიან სად დადიან რატო დადიან რო ახსენებენ რატო ახსენენ და ასე შემდეგ და ბოლოს ლონდონის სასამართლოში კი ბატონო ჩავალთო ზოგი ამბობს სიხარულით არ ყოფილვართო და მე რა მოხდაო მოხდა ის რომ რას ველაპარაკებიან ნახევარმთავრობა ლონდონში უნდა ჩავიდეს და ამ კითხოს რა კორუმპირებული ასედაც უნდა მოვჭრას ქვეყანას თავი? თუ რაც დროზე და რაც შიგნით არ არის. რაც რა ხო, რომ ესე იგი თურმე ქვეყანას შიგნით ამასაც კი ვერ ვახერხებთ და სახელმწიფო რა არის? სახელმწიფო არის ის, რომელიც შეიმუშავებს კანონებს და იმას აღასრულებს. და თურმე ამ ქვეყანაში ეგეც არ შეგვძლებია, რომ პროკურორმა გამოიძიოს საქმე და თქვას რაშია საქმე. და ამაზე ლონდონში უნდა ვიაროთ. და იქ უნდა ამტკიცონ რაიმე უდანაშაულობა თუ დანაშაულობა თუ იმას ვისაც ევალ მე მესმის ახლა ფინანსთა მინისტრი და სხვა საქმეს ვერ გამოიძიებს მაგრამ სახელმწიფო შედგება აი ამ ორგანოებისგან ვისაც თავისი ფუნქციები აქვს როდესაც საუბარია ასეთი მაღალი დონის თანამდებობის პირებზე როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას ანუ 50 მილიონი ეს აი განსაკუთრებული კუბში და კვადრატში სადღაც აყვანილი თანხაა, ხო? ამ ხელა საქმეზეა საუბარი. როდესაც საქმე ეხება მედია კომპონენტს, რომელიც ძალიან გრძნობიარე თემაა. როდესაც საქმე ეხება საარჩევნო კამპანიას. როდესაც ხედავთ, რომ ამ პროცესს უამრავი სხვა განშტოება ახლავს. და ვინმე მეუბნება, რომ პროკურორები ამას ვერ ასწრებენ და ვერ ეწევიან და ვერ აკეთებენ. ხო, ეს არის დაუშვებელი, მოუთმენელი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს შეჩერებას, გაჩერებას, დაძაბუნებას, რაც არის უკიდურესად საფრთხე. ბატონ დავით. ყველა დროს გადავაჭერბეთ 20 წამში უნდა გიპასუხოთ კითხვაზე. ძალიან დიდი ბოდიში. მე ეხლავე აღარ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, დრო დავზოგოთ. უბრალოდ შემატყობინეთ ხოლმე, რომ თუ 5 წუთით მეძახით, მოვალ 5 წუთით. ეთერში ვართ 10 წუთია. გავიგე, მაშინ საარჩევნო რეიტინგების თაობაზე უკითხოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თქვენი მონაცემები 2 ნიშნა არის და ეს ამით ვაჭრობა არ შეიძლება მოუწოდოთ. მომისვენეთ. მე მაინც უნდა ვთქვა ეს. იცით რომ უდიდეს პატივს გცემთ ტელევიზიასაც, გადაცემასაც და პირადად თქვენს. მაგრამ
ბოლო ერთ კვირაში მეპატიჟებით, ჩემით არ მოვდივარ და არ მომტრევა კარებს, ხო? მოვდივარ და მეუბნებით, რომ დრო აღარა გვაქვს და უნდა დავასრულოთ და როცა დრო გაქვთ, მაშინ დავიძახეთ. მე ხავს არ გახოთ. ყოველთვის გითხრობთ ჩვენ დროს. კი ბატონო, ამ კვლევასთან დაკავშირებით გავარკვიოთ ხოლმე რომ მეც ვიცოდე რაზე უნდა ვისაუბრო. ამ კვლევასთან დაკავშირებით რომელ კვლევასთან? თქვენ თქვით რომ საარჩევნო რეიტინგების თაობაზე გავრცელებული სპეკულაციების ფონზე კონფიდენციალობის პირობის დაურღლებლად მხოლოდ იმას დაადასტურებთ, რომ აირაის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო რეიტინგი 2 ნიშნა იყო. დიახ, ისევ ვადასტურებ. მე ეს თქვი იმის პასუხად, როდესაც მკითხეს რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ აირაის კვლევების შედეგად თქვენ გქონდათ 10-11%, მე იმ კვლევის კონფიდენციალობის პირობა მაქვს, იმიტომ რომ აირაი მაშინ კვლევა როცა ჩაატარა, ყველა მსურველს მხოლოდ თავისი რეიტინგი გაუზომა და გაუზიარა, მე არ ვიცი სხვას ვის გაუზომა და ვის რა გაუზიარა. ჩვენ რაც გაგვიზიარა ეს იყო 2 ნიშნა რიცხვი და ვადასტურებ. მე ეს განვაცხადე იმის პასუხად გუშინელ გამოქვეყნებულ რეიტინგებთან დაკავშირებით, რომ ესე იგი რა ხდება რა შეასაქმების საპერსპექტივა აქვს. ეს იყო რამოდენიმე თვის წინ, საწყისი რეიტინგი ჩემი იყო 2 ნიშნა. ბოლო კვირების განმავლობაში რასაც ვზომავთ და რასაც ვაკვირდებით, ჩემი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის ტემპი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატის მხარდამჭერების ზრდის ტემპი. სხვა კანდიდატებს აქვთ ჩემზე მეტი მხარდამჭერი დღეს, მაგრამ მათი ზრდის ტემპი არის ან დაბალი, ან უკუსვლა შეინიშნება. ჩემი მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება, ბოლო კვირების და თვეების მოვლენებმა ბევრი გაცილებით მეტი მოქალაქე მიიყვანა იმაზრამდე, რომ აქეთ უნდა გამოიხედოს და ეს პროცესი გრძელდება. ამიტომ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ხვალ რომ არჩევნები იყოს, მე მეორე ტურში ვერ ვიქნები. ის ზრდის ტემპი რაც დღეს მაქვს, თუ შევინარჩუნეთ და გავაძლიერეთ, მეორე ტურში აუცილებლად ვიქნები 28 ოქტომბრის შემდეგ. ესაა ის მონაცემები და ის ანალიზი, რომელიც მაქვს მე და რომელსაც ვითვალისწინებ ჩემს საქმიანობაში. მადლობა შენების მოწვევის საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსხაშვილს, რომელიც ჩვენი სტუმარი იყო. დღისამებე 4 საათზე ამით დასრულებულია. თქვენ წინგელის 17 საათზე ტელეპირველის საინფორმაციო გამოშვება ეთუნა ინსკირვალთან ერთად, სადაც დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე იქნება საუბარი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.